მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენი მყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება და აროსთან ერთად. და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება ესეთ შეკითხვას, როგორ აღგიქვამენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები. ანუ მამაკაცებმა და ქალებმა თქვენს თავზე შეაბრუნეთ შესაბამისად ეს ინფორმაცია და ვნახოთ, როგორ აღგიქვამენ თქვენი საპირისპირო სქესის წარმომადგენლები. ჯერ ვნახოთ, ვისთვის არის ეს გაშლა. როგორი ადამიანია დღეს ჩვენთან გაშლაზე. ვისთვის არის ეს გაშლა. თუ მოგწონთ ვიდეოები, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და დააკომენტაროთ. ნახოთ, ვისთვის არის ეს გაშლა. პენტაკლები, 4-იანი თასები, 3-იანი პენტაკლები. ეს გაშლა არის ადამიანისთვის, რომელიც ამ ეტაპზე არის ემოციურად ჩაკეტილ მდგომარეობაში, საოცრება არის დასტის ბოლოს ერთ-დედა ღმერთო გავგიჟდები. ნახეთ ხალხო, დასტის ბოლოს 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 მაღალი არკანი მოვიდა. ხო, ეს არ არის ჩვეულებრივ ადამიანზე ეს გაშლა. შეიძლება ასე ითქვას, ეს არის ადამიანი, პიროვნება, რომელიც ემოციურად ჩაკეტილი ადამიანი ხართ. რეალურად თქვენ საკუთარ შინაგან განწყობებს, შინაგან განცდებს ნაკლებად ახლობთ ადამიანებს თავზე. პირიქით, ანუ აქ შეიძლება იყოს მოცემულობა, რომ ქორწინებაშიც იმყოფებით ბევრი თქვენგანი და ამ ქორწინებაში გარედან ჩანს იდეალურად ყველაფერი, თუმცა შიგნით, ქორწინების შიგნით მოწყენილობა, ერთფეროვნება, ის რაღაცა ერთი და იგივე სიტუაცია, თუმცა ამას გარეგნულად თქვენ არ ამჟღავნებთ, ამისი ძალიან დიდი სიბრძნე გაგაჩნიათ და თვლით, რომ რაღაცა ქორწინება ესეთია. ანუ ხანდახან დგება თანაცხოვრებაში ისეთი მომენტები, როდესაც ის ნაპერწკალი ქრება, ის რაღაც ემოცია ქრება. და ნუ ხო, ეგეთია ალბათ. ნუ თუ ქორწინებაში არ იმყოფებით, ყოველ შემთხვევაში ცხოვრებაზე გაქვთ ესეთი შთაბეჭდილება, როგორც მინიმუმ და ზუსტად აი ამ ცხოვრებისეული შთაბეჭდილების გამო თქვენი დიდი აქცენტი, ენერგეტიკული აქცენტი მიმართული გაქვთ კარიერაზე, თვითგანვითარებაზე, სწავლაზე, ახალი გეგმების შემუშავებაზე, ფინანსების დაგროვებაზე და რაღაცა ემოციებს ცოტა ისე აი გვერდზე გაქვთ გაწეული ემოციური სიტუაცია. ძალიან გამჭრიახი გონების ადამიანი ხართ, ვიზეც საუბრობ, ახლა ვინც უყურებს ამ გაშლას. სიტუაცია როგორ არის, იცით, ვის ცხოვრებაშიც თქვენ ხვდებით, ძალიან გარდამტეხი ცვლილებების გამომწვევი პროცესები იწყება. არ ვიცი თქვენ აპროვოცირებთ ამ ყველაფერს. არ ვიცი თვითონ თქვენთან შემხებლობის შემდეგ ადამიანები უკვირდებიან საკუთარ ცხოვრებას უფრო მეტად უკირკიტებენ და ამის გამო გამოდის ეს ყველაფერი. მე რო გითხრათ სიმართლე, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსებზე ძალიან დიდ აქცენტს აკეთებთ, ხო, და რაღაც ეს არის ფაქტობრივად ის აზრი და არსი, რის გამოც ცხოვრობთ, მე ვიტყოდი, რომ აქ დიდი ფინანსების პატრონი ადამიანი არ მიყურებს. ოღონდ მე არ გულისხმობ იმას, რომ აი რაღაცა უკიდურესად გაჭირვებული ხართ, ან რაღაც პურის ფული არ გაგაჩნიათ, ან რაღაცა ისეთი დაძაბუნებული ცხოვრებით ცხოვრობთ. არა, მაგრამ გარედან ჩანს ისე, რომ თითქოს აი უფრო კარგად ხართ, ბევრად კარგად ხართ, ყველაფერი გაქვთ იმ დროს, იმ დოზით, იმ რაოდენობით,
ისეთი ფორმით, რაც თქვენ გჭირდებათ. თუმცა შინაგანად ხო ეს თქვენი გარეგნული იერსახე და შინაგანი განცდები და რეალობა ერთმანეთს ნამდვილად აცდენილია. აი ესეთი ადამიანი მოვიდა დღეს ჩემთან გაშლაზე. მოკლედ თუ ეს იდენტიფიკაცია გეცნაურად გეცნოთ, გულზე მოგხვდათ და შეგეხოთ, ესე იგი ეს გაშლა არის თქვენთვის. თუ არა, მაგ შემთხვევაში ეს გაშლა თქვენი არ არის, ჩემო ძვირფასებო და ტყუილად დროს ნუ გადახარჯავთ შემდეგი გაშლის ყურებაზე გადადით, ნახეთ თქვენთვის საინტერესო და რელევანტური საკითხი. გთხოვთ გამოიწეროთ არხი, ამით მე ძალიან მეხმარებით. ეხლა ვნახოთ ესეთ ადამიანს, როგორიც თქვენ ხართ, როგორ აღგიქვამენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები. სიმართლე რომ ვთქვა, აქ ნახოთ რას გვეტყვის მანარას დასტა. თუმცა არ არის ადვილად მოსანადირებელი გულის და გონების ადამიანი დღევანდელ გაშლაზე მოსული. ვნახოთ აბა, როგორ აღგიქვამენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები. საოცრებაა პირდაპირ. წყლის ერთიანი, ჩემო ძვირფასებო, მოვიდა აქ, მოდი ამას დავფარავ. აი, წყლის ერთიანი. ნახეთ. კიდე როგორ აღგიქვამენ. მიწის ცხრიანი. არკანის ზომიერება. არკანი 6-იანი ცეცხლის დედოფალი, არკანი ვარსკვლავი. კი. ანუ, ნახეთ თქვენი გარეგნული იერსახე, თქვენი იცით როგორი დახვეწილი მანერები გაქვთ, დახვეწილი ქცევის სტილი გაქვთ. ანუ თქვენ არ ახართ, მოდი ესე ვთქვათ, ვულგარული, არამვითარ შემთხვევაში არც გამომწვევად გაცვიათ, არც რაღაც ესეთი. ქალებსაც ეხება, მამაკაცებსაც. ანუ არ ხართ რაღაცა აგრესორი ბუნების ადამიანები რო არიან, რომ ანუ თუნდაც სიმპათიას აგრესიულად რო გამოხატავენ იმ თვალსაზრისით, რომ ის შედიან ადამიანის ცხოვრებაში და რაღაცა პირდაპირ იწყებენ იქ ქმედებების განხორციელებას და ადგილების მონიშვნას. ხო, ესეთი პიროვნება თქვენ არ ხართ. თუმცა სადაც შედიხართ, რა სივრცეშიც არ უნდა მოხვდეთ, ყველას ყურადღებას იპყრობთ თქო, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ აი რაღაცა პიკანტური ინტელექტი გაქვთ, ძალიან ისეთი დახვეწილი ვიზუალიც, ენერგიაც და ამ ენერგიას გრძნობენ და ვინც თქვენი ენერგიის სათანადო სიმაღლეზე არ დგას, ის უბრალოდ აღარ მოდის თქვენამდე, იმიტომ რომ აი დასაწყისშივე ნებდება ფაქტიურად ამ ბრძოლას, შეიძლება ესე ითქვას. მაგრამ ვინც გრძნობს თქვენს აი ამ ენერგეტიკას და ვინც თვლის, რომ თქვენი თანასწორია, ან შეიძლება მოდი ჟარგონი გამოვიყენოთ და გაგიქაჩოთ, ასე რომ ვთქვათ, ყველა გაგებით, აი ის ადამიანები ძალიან ინტერესდებიან თქვენით. თქვენი ანუ გარეგნული თქვენი ეს მთელი ეს ასე ვთქვათ, დახასიათება ვიზუალური თუ სიტყვიერი თუ მენტალური თუ რაც გნებავთ ის დავარქვათ, ხო? ადამიანებში აღძრავს ძალიან დიდი ინტერესის და ვნების სურვილს ერთდროულად. ანუ ეუფლებათ ადამიანებს იმის განცდა, რომ მოგიპოვონ, გაგიცნონ უფრო კარგად, ხო? ამავე დროს თქვენი ტემპერამენტი იგრძნობა და როგორი ტემპერამენტიანი ადამიანი ხართ, იცით, ანუ ჩანს ეს პირდაპირ, რომ გაქვთ ძალიან მაღალი ტემპერამენტი. კი, ანუ ძალიან ბევრი ადამიანი სხვათა შორის თქვენს ცხოვრებას შეიძლება აკვირდებოდეს ესე შორიდან, აინტერესებდეს, ანუ რანაირად ახერხებთ, რომ იყოთ ესეთი, ანუ მე წეგან ვახსენე, რომ იქ ოჯახი შეიძლება გქონდეთ თქო ბევრს, ანუ რანაირად ახერხებთ, შეიძლება ეს კითხვები აწუხებდეთ, რომ თანაცხოვრების აი ამ მოწყენილობის ფონზეც შეინარჩუნოთ ეს სიხალისე, სიხალასე თუნდაც, ხო? ინტერესის ობიექტი, ეს სილამაზე,
არ დააჩაგვრინოთ თავი, ხო? ან როგორ სიტუაცია იცით, აი აქაც ამოვიდა საკითხი თანაცხოვრებასთან დაკავშირებით და ოჯახთან დაკავშირებით. ძალიან მიუწვდომელი ქალის თუ კაცის, რა ვიცი როგორ წკნებავთ, ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. ძალიან სასურველის, თუმცა ძალიან მიუწვდომელის. ზუსტად ამიტომ არის, რომ თაყვანისმცემლები შეიძლება ესე უცებ ბევრნი იყონ თქვენ სივრცეში, მაგრამ ინიციატივა ბოლომდე გამოიჩინოს და მიიყვანოს ძალიან ცოტამ. იმიტომ რომ აი წეგან როგორც თქვით, რომ აი თუ ჩათვლის რომ გაგიქაჩავთ ინტელექტში, მაგ შემთხვევაში გამოგყოფათ, იმიტომ რომ თქვენ გახასიათებთ ინტელექტუალური ფლირტი. ეს არ არის რაღაცა, აი როგორც წეგან აღნიშნე, აი ვულგარული ჩაცმა, თუნდაც გამომწვევი ქცევა და ასე შემდეგ. თუმცა იმდენად ცეცხლოვანი ენერგეტიკა გაქვთ შიგნიდან, იმდენად მაღალ ტემპერამენტიანი ადამიანი ბრძანდებით, ხო? რომ აი ეს ყველაფერი ძალიან აინტერესებთ და ძალიან იზიდავთ თქვენს საპირისპირო სქესს. კი. სხვა შორის თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც არ გამოვრიცხა, უკვე ბევრჯერ განმეორდა ეს თემა, იწვევდეთ ადამიანებს. და რო გამოიწვევთ, აი თამაშობთ თითქოს ადამიანებით, რო გამოიწვევთ, მერე უკან იხევთ და ადამიანს ტოვებთ ისეთ განცდაში, რომ ნუ მისი ინიციატივით დაიწყო რაღაცა ნაბიჯები და თქვენ აქ არაფერ შუაში არ იყავით. აი რაღაც ესეთია რა, ამიტომ ვამბობ, რომ მიუწვდომელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. აქაც მოვიდა არკანი სამსჯავრო, ჩემო ძვირფასებო, ანუ ძალიან და არკანი მზე. ხო ვამბობ რა, ნუ მიუწვდომელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ ძალიან. აი ნახეთ როგორი ქალბატონია ესეთი, იდუმალი, მაცდური, ინტელექტუალური, მსუბუქი, ლამაზი, ჰაეროვანი, აი რა ვიცი, ყველაფერი რო გიხდებათ რა, მღერით, ცეკვავთ, რასაც ეხებით ყველაფერი რო ხელიდან გამოგდით. როგორც კაცებს, ისე ქალებს, აი ესეთი სიტუაცია, ძალიან დიდი ქარიზმა გაქვთ, მოკლედ. აი ამას, აი ესეთ შთაბეჭდილებას ახდენთ ადამიანებზე, უდავოდ, უპირობოდ. თუმცა რეალურად რომ მიიხურავთ კარს, შეიძლება სხვა ადამიანი აღმოჩნდეს მერე იმ ადამიანის წინ, ვინც ეგონა. ან ძალიან საიდუმლოებით მოცული პიროვნება ხართ, ასე რა ვთქვათ, ძალიან. ამ დროს გაქვთ ძალიან გრძნობიარე ემპათი ბუნება, ადამიანებში პირდაპირ შეგიძლიათ წაიკითხოთ მათი სურვილები, ანუ რა უნდათ თქვენგან. თქვენ არა ხართ ადამიანი, რომელიც აი ესე პირდაპირ მხოლოდ ფიზიკური ურთიერთობისთვის დათანხმდება რაღაცას. თუნდაც ძალიან კარგი და ხარისხიანი ფიზიკური ურთიერთობისთვის. ანუ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ინტელექტუალურად მიგიზიდოთ, ინტელექტუალურად მოგხიბლოთ და გაინტერესოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რომ თქვენ მისცეთ ამ ურთიერთობას რაიმე ტიპის შანსი. ამას როგორც უკვე ვთქვი, ძალიან კარგად გრძნობენ ადამიანები. თქვენს წინაშე სხვათა შორის საპირისპირო სქესს უნდა რომ გემსახუროთ, უნდა რომ პატივი გცეთ, უნდა რომ აი რაღაცა რომანტიული შეყვარებულის პოზიციაში იყვნენ. კი, ნახეთ დაიჩოქოთ თქო და ნახეთ როგორი დამხობილი ადამიანია მუხლებზე. კი, ესია, გაქვთ ამისი უნარი, რომ გამოიყენოთ ადამიანები, თუმცა ეგრევე კარგავთ ინტერესს, ჩემო ძვირფასებო, იმ პიროვნების მიმართ, თუ იქიდანაც სათანადო ეშმაკების მქონე პიროვნება არ დაგხვდათ. ან თუ აღმოაჩინეთ თავიდან, რომ ეს რაღაცა ქიმიამ გაიარა და უკვე საინტერესო აღარ არის. ანუ უკვე თუ ამოხსნილი ამოცანასავით არის და წაკითხული წიგნივით ადამიანი, უკვე თქვენთვის საინტერესო აღარ არის. აი ესეთი შთაბეჭდილება რჩებათ თქვენზე, თქვენს საპირისპირო სქესს. თავნება ქალბატონი ან მამაკაცი ბრძანდებით, თქვენი დამორჩილება არ არის ესე მარტივი, ასე რომ ვთქვათ, ჩემო კარგებო. იმედი მაქვს რეზონირდა, იმედი მაქვს მოგეწონათ. პირადი გაცვლების საკითხი განახლდა, ჩემო ძვირფასებო, ბევრი მწერდით და ეხლა შეჩერებული იყო ბოლო რამოდენიმე კვირა.
და განვაახლე, ვისაც გნებავთ, შეგიძლიათ მომწეროთ, ჩაეწეროთ პირად გაშლაზე და მე უკვე დეტალურად ვნახოთ კონკრეტული ადამიანებისთვის როგორი პიროვნების შთაბეჭდებას ტოვებთ. ასე და ამგვარად დროებით შევხვდებით უახლოეს მომავალში.